როგორი ხდება ფარდა ამ სიტყვებით და როგორ ფენს იგი ნათელს ყოველივეს. იმისთვის რომ დაუმდაბლდეთ, სასარგებლო იქნება თუ ცოტა ხნით შევჩერდებით და შევხედავთ ამ სევდიან სანახაობას. ჩვენს ღვთისმსახურებათა ნაკლოვანებანი, მისი თვალთმაქცობა, ფორმალიზმი, გულგრილობა, უპატივცემულობა, გულის უმისამართო ხეტიალი და უფლის დავიწყება. სავსეა საწყაო ამ ყოველივეთი. ჩვენი შრომა ღვთისათვის და მისი თანმხლები პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, არაკეთილსინდისიერება, სიზარმაცე, ურწმუნოება, რა სიბინძურეა. განმარტოების ჟამს ჩვენ მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა, მათი უღონობა, სიცივე, დაუდევრობა, აპათია და ამაოება. მკვდარი ნიადაგის მთელი მთა. ყურადღებით თუ ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ნაკლოვანებანი გაცილებით უფრო ბევრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თავისი ძმისადმი მიმართულ წერილში დოქტორი პეისონი წერს: ჩემი მრევლი, ისევე როგორც ჩემი გული, ძალიან წააგავს უსაქმურის ბაღს, მაგრამ უფრო ცუდია ის, რომ ჩემს მისწრაფებებს გავაუმჯობესო ორივე საფუძვლად უდევს სიამაყე, პატივმოყვარეობა ან სიზარმაცე. ვუყურებ სარეველა ბალახით სავსე ჩემს ბაღს და მწველი სურვილი მიპყრობს მათი ძირფესვიანად აღმოფხრისა. კი მაგრამ რისთვის? რით არის ნაკარნახებია სურვილი? შესაძლოა იმით, რომ ვუთხრა საკუთარ თავს, რა შესანიშნავ მდგომარეობაშია ჩემი ბაღი. ეს სიამაყეა. ან იქნებ ეს იმით არის ნაკარნახები, რომ ჩემმა მეზობლებმა გადმოიხედონ ღობის მიღმა და თქვან, რა ლამაზად ყვავის თქვენი ბაღი. ეს პატივმოყვარეობაა. ან იქნებ იმიტომ მინდა სარეველა ბალახის მოსპობა, რომ უკვე მომბეზრდა მათი გლეჯა. ეს სიზარმაცეა. ამრიგად, სიწმინდისაკენ ჩვენი სწრაფვაც კი შეიძლება დაბინძურებული იყოს არაწმინდა მოტივებით. ყველაზე მეტად ამწვანებული კორდების ქვეშ იმალებიან ჭიაყელები. დიდი ხანი როდის ჭირდება მათ მოძებნას. რაოდენ გამამხნევებელია აზრი იმის შესახებ, რომ როცა მღვდელმთავარი საკუთარ თავზე იღებდა შესაწირავთა ნაკლს, მის შუბლზე ეწერა: სიწმინდე უფლისა. სწორედ ასევე, როცა იესო იღებს ჩვენს ცოდვებს, ის ღვთის სახის წინაშე წარადგენს არა ჩვენს უმართლობას, არამედ საკუთარ სიწმინდეს და ეუფლის მადლით ვიხილოთ ჩვენი მღვდელმთავარი რწმენის თვალებით.